მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ყველამ ნახეთ ის კადრები, რომელიც საკმაოდ ძნელი აღსაქმელი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტს უბრალოდ ახსნა შეიძლება მოუძებნოთ, მაგრამ გამართლება არანაირი. იმიტომ რომ ეს არის ვიზიტი ეგრეთ წოდებული ნეიტრალური და ნეიტრალიტეტთან მიძღვნილი სახელმწიფოების, ძირითადად როგორც ვნახეთ, მანდ იყვნენ წარმოდგენილი სახელმწიფოები, რომლებიც გამოირჩევიან არადემოკრატიული მმართველობით. და რა თქმა უნდა, იქ იყო პრეზიდენტი პუტინი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ინიციატივით გაკეთებული ვიზიტი. საქმე იმაშია, რომ ქართული ოცნება ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ გაარღვიოს ის დამსახურებული იზოლაცია, რომელშიც ის მოექცა გაყალბებული არჩევნების და იმ ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური ნაბიჯების შემდეგ, რომელიც გადადგა ბოლო წლების განმავლობაში. ამისი მცდელობაა ნებისმიერ ვიზიტზე, ნებისმიერ მსგავს კონფერენციაზე გამოჩენა. ამისი მანიშნებელი იყო ადრეც ყობახიძის ვიზიტები ირანში და ისეთი ადამიანების გვერდზე დგომა, რომლებიც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებული არიან როგორც ტერორისტები და ქართული ოცნება ამ ყველაფერს აგრძელებს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, იზოლაცია თქვენ ახსენეთ, ასეთი ვიზიტები არა მხოლოდ თურქმენში, სხვა ქვეყნებში რაც ჩამოთვალეთ, ანუ იზოლაციას თავს აღწევს და იძულებულია ასე მოიქცეს, თუ შეგნებული არჩევანია მისი, რომ ესაუბროს ისეთ ქვეყნებს, ვისაც ესაუბრება. არა, არჩევანი არ არის, არჩევანი ქართულ ოცნებას არ გააჩნია, ვინც კი მოიწვევს ქართულ ოცნებას. ეს რომ იყოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელიც აწყობს კონფერენციას ან სამიტს და იწვევს ქართული ოცნების მთავრობას და თალიბანს, ხომ ავღანეთში, ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის წევრები, პირები სიამოვნებით გაემგზავრებიან და დაესწრებიან ასეთ ვიზიტს და ასეთ სამიტს, იმიტომ რომ ქართული ოცნება დღეს არის ფაქტობრივად საერთაშორისო სისტემის გარეთმყოფი სახელმწიფო, გარეთმყოფი მთავრობა, რომელსაც არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის მთავრობა არ ელაპარაკება უმაღლეს დონეზეც და საშუალო დონეზეც. ამიტომ არის, რომ ქართული ოცნება ფაქტურად ნებისმიერ მოწვევას ღებულობს და ნებისმიერ მოწვევას ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მოწვევა შეიძლება მოდიოდეს ფაქტიურად ისეთი ადამიანისგან, რომელიც საქართველოს ადგილას სამ სახელმწიფოს ხედავს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და შეკვეცილ საქართველოს. და ტრაგედია ის არის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ არხებზე, იმედზე, პოზიტივიზზე, სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც და რუსთავი 2-ზეც, თუ კი ვინმეზე არის ნეგატიური, ასე ვთქვათ, კონოტაციით, ვინმეს მოიხსენიებენ, ეს არის ხოლმე ბრიუსელი და არც ერთხელ კრემლი. ამით ყველაფერია ნათქვამი და ჩანს, რომ ქართული ოცნება ეს არის ხელისუფლების უზურპატორი, რომელსაც აქვს ერთადერთი ამოცანა შეინარჩუნოს საკუთარი სამი. ეს არის ყველა შეიძლება უკაცრავად. ან პრობლემა ის არის, რომ ის მხოლოდ ასეთი სახელმწიფოების ლიდერებს ესაუბრება, თუ შეიძლება მათთან საუბარი, თუ კი ასევე პრიორიტეტში იქნება ევროკავშირთან სიახლოვეც. არა, ნახეთ, ახლა აგიხსნით. ამ მთავრობებს ესაუბრება არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ ეს ინტერესი სხვა არაფერია თუ არა და სკამის შენარჩუნება. და იმის უზრუნველყოფა, რომ მილიარდიანი სტადიონი რო შენდება თბილისში, რომელსაც უამრავი გამოწვევები აქვს, ხო? ამაში ხელი არავინ არ შეუშალოს და ამ მილიარდიდან 33% მინიმუმ მიითვისონ როგორც შავი ფული. ეს არის ქართული ოცნების ძირითადი ამოცანა, თორემ ქვეყანა ეხლა როგორც ზოგი აღნიშნავს, ხომ და მოიშველიებს საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის თეორიებს, ხომ, რომელიც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ხომ, ვინც ამას ვაკრიტიკებთ. მხოლოდ იმ შემთხვევებშია დაშვებული, თუნდაც დიქტატორთან მოლაპარაკება, თუნდაც ასეთ სამიტებში მონაწილეობა, როდესაც შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავ. მაგრამ როდესაც შენ უბრალოდ შენი პარტიის შენი ბანდის შეიძლება ითქვას, ხომ, ინტერესებს იცავ შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ,
ეს რეალ პოლიტიკა კი არ არის, ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და ეს არის საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. მეტი არა. ქართული ოცნება ამბობს, რომ რაღაც პრაგმატული პოლიტიკა აქვს არჩეული ოკუპანტ ქვეყანასთან საურთიერთობოდ, საერთოდ საგარეო პოლიტიკას, საგარეო კურსს ასე აფასებს ხოლმე. თქვენ საუბრობდით დასაწყისში, რომ შეიძლება თურქმენეთში ვიზიტს ჰქონდეს რაღაც ახსნა, მაგრამ არა გამართლება. არსებობს თუ არა რაიმე სიტუაცია, სადაც პრაგმატიზმი ასეთ კომუნიკაციას თუ ასეთ ვიზიტებში მონაწილეობას გაამართლებდა? რა თქმა უნდა არსებობს, ანუ ეს რო იყოს ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ხდება იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ რომ დაარეგულირონ ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს ბუნებრივია იქნებოდა პრაგმატული, მაგრამ ქართული ოცნებისთვის პრაგმატიზმი ნიშნავს ერთადერთ რამეს. კონდეს ურთიერთობა მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ გაკრიტიკებენ, რომლებიც არ მოგიწოდებენ, რომ საკუთარი მოქალაქეები არ დაჩაგრო, რომელიც არ გეუბნებიან, რომ უნდა გქონდეს დემოკრატია, რომელიც გეუბნებიან, რომ არჩევნებს რომ წააგებ, ხელისუფლება უნდა დათმო. ქართული ოცნებისთვის პრაგმატიზმი ნიშნავს შეეკრან თვით ეშმაკსაც, თუ კი ეშმაკი მოუწონებს მათ იმას, რასაც აკეთებენ და ხელს არ შეუშლის სამუდამოდ იბატონონ საკუთარ ხალხზე და გადააქციონ მოქალაქეები ქვეშევრდომებად. შეეძლო თუ არა საქართველოს მსგავსი წარმომადგენლობა, ოღონდ ნაკლებად მაღალი დონის ფორმატით ამ ვიზიტის დროს. რაიმე შეცვლიდა თუ არა, შეამცირებდა თუ არა, თუნდაც ამ საფრთხებს თუ რისკებს, რაც უკვე უფრო მეტად ჩანს კრიტიკული საზოგადოებისთვის, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოებას. იცით რა, მე მგონია, რომ ასეთ სამიტზე საერთოდ შეეძლო საქართველოს მონაწილეობაზე უარი ეთქვა, მაგრამ ვერ იტყოდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ის არის გარიყული მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან, მთელი თავისუფალი სამყაროსგან. აი, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ამერიკის ადმინისტრაციასთან ამყარებენ გარკვეულ ურთიერთობას და ამის დასამტკიცებლად ვინმე კიმბერლის, ასე ვთქვათ, განცხადებები მოყავთ, უნდა მივხვდეთ ყველანი თუ აი რა აბსურდთან ამბობს საქმე და რა სასოწარკვეთასთან, როდესაც ქართული ოცნება უფრო მაღალ დონეზე ვერ ახერხებს აი რაიმე ცნობის, აი ლეგიტიმური ცნობის აღიარების მოპოვებას, ხო? აქედან გამომდინარე, ამიტომ ხვდებით ჩვენ და ამიტომ არის რომ ესეთი ფაქტები არის დღის წესრიგში, როგორც არის ქართული ოცნების უმაღლესი პირის de facto ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აი ამ სამიტში, რომელიც არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული როგორც საქართველოს ინტერესებისთვის რამენაირად სასარგებლო. მაგრამ ვიმეორებ, ეს სამიტი შესაძლოა იყო პრაგმატული ქართული ოცნების მიზნის მისაღწევად, რომელიც არის სკამს ჩაფრენილი აი ამ დაჯგუფებისთვის სამუდამო ცდილობა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება იყოს მუდმივად მათი, ოღონდ ისე რომ რეალურად რაიმე დიდი მიზანი არ გააჩნია. ესენი არის აი სრულიად უმიზნო ხელისუფლება ერთი მიზნის გარდა. მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და პირდაპირ რო ვთქვათ, აკეთონ ფული. აი მეტი არაფერი არ აინტერესებს. თავად ევროკავშირში ან შეერთებულ შტატებში როგორ შეიძლება ეს ფაქტი შეფასდეს? ეს არის რაღაც ქართული ოცნების სტრატეგიული ბუნდოვანება, საგარეო მიმართულებით ან რაღაც გაურკვევლობა თუ შეცვლა საგარეო კურსისა? არა, ეს არის აი როგორი რაღაცა, იცით, ეს უბრალოდ ლამაზი ფრაზებით შეიძლება გავაფორმოთ, რომ თითქოს რაღაც სტრატეგიასთან აქვს საქმე. ამ დროს ეს არის არაკომპეტენტური და უვიცი საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ შეიძლება აიხსნათ რაიმე ეროვნული ინტერესით, ერთადერთი ეს არის აი სასოწარკვეთილი მცდელობა გადარჩენის და მიკედლება აი ყველაზე უსასტიკეს და დაუნდობელ დიქტატორის იმედზე ყოფნა არის ყველაზე ბეცი გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ვინმე მიიღოს. ამიტომ ვინც კი ოდნავ მაინც რეალისტურად უყურებს საგარეო პოლიტიკას, საზღვარგარეთ მით უმეტეს და საქართველოს სწავლობს, მიხვდებოდა რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ ნაბიჯებთან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს გამართულ სტრატეგიასთან. აბსოლუტურად არაფერი გამართულ სტრატეგიასთან ამას არ აქვს და ეს არც არის გასაკვირი, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ ისეთი ელემენტარული დიპლომატიური პროტოკოლიც კი უცნობია ამ ეგრეთ წოდებული იურისტებით მართული მთავრობისთვის, როგორიც არის ის, რომ შეუძლებელია შენ დიპლომატს გამოუწერო ჯარიმა.
როგორც ეს გაუკეთეს შვედეთის საგარეო საქმეთა ფინეთის საგარეო საქმეთა ბატონო ისიც კი არ იცოდნენ რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგანაც კი არის თავისუფალი დიპლომატიური იმუნიტეტის დროს ასეთი საერთაშორისო პირი და მაქსიმუმი რაც შეუძლია ქვეყანას გააკეთოს დაწყებული მე-19 საუკუნიდან არის ან დიპლომატიური ნოტის გაგზავნა, ან მაქსიმუმ პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ანუ ფაქტიურად ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომლებმაც თალიბებზე უარესად იცის თანამედროვე დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ ვერ მივაწერთ მათ ესეთ მაღალფარდოვან სიტყვებს და ეპითეტებს, როგორიც არის თქვა საგარეო სტრატეგიული ბუნდოვანობა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ დარწმუნებული რომ იყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ამაში რომ ეჭვი არ გეპარებოდეთ, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნას როგორ შეხედავდით? ან მასთან შესაძლო გასაუბრებას, არ ვიცით, გუშინ ისმეოდა ასევე კითხვა რაიმე კომუნიკაცია რუსულ დელეგაციასთან იყო თუ არა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. უბრალოდ რომ იცოდეთ, რომ თურქმენეთში ჩადის ეროვნული ინტერესების დასაცავად და ზოგადად ასე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. აი ამ კუთხით როგორ შეხედავდით ამ სურათს? ამ კუთხით მე შევხედავდი, რომ საქართველოს პოზიცია იქნებოდა უკიდურესად სუსტი, იმიტომ რომ რუსეთთან საუბარი იმ ფონზე, რომ შენი ბუნებრივი მოკავშირეები დასავლეთში არიან შენგან გაუცხოებული და დარჩენილი ხარ მარტო, გაიძულებს რეალურად რუსეთთან წახვიდე უფრო მეტ დათმობებზე, ხას უსვამ, უფრო მეტ დათმობებზე, ვიდრე წახვიდოდი იმ შემთხვევაში, როდესაც ზურგს გიმაგრებენ ძლიერი მოკავშირეები. ეს არის ხაზგასმით, რაც შეიძლება ითქვას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იტყვის, რომ თითქოს ეს, დავუშვათ, რომ ეს არის ეროვნული ინტერესებით მოქმედი მთავრობა და იქცევა თუ არა სწორად, ხომ? არ იქცევა სწორად, იმიტომ რომ სწორედ მაშინ ხდება თავის ყველაზე დიდ გამოწვევას, როდესაც არის საგარეო მხარდაჭერისგან ფაქტობრივად გარიყული. ამიტომ ქართული ოცნება, დიამეტრალურად შეცდომით, საუკეთესო შემთხვევაში შეცდომით, მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ქვეყნისთვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს საკუთარი პირადი კერძო, ბანდის დაჯგუფების, რასაც ქვია, ხო? და საძმოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის ერთადერთი მიზანი არის პირადი გამდიდრება და გაძლიერება. ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი.